ღია ეთერში დაგიბრუნდით მიშა ცაგარელთან ერთად. მწვანე გველის წელი გვიახლოვდება და რა თქმა უნდა, ყველას გვაინტერესებს როგორი იქნება 2025. მოგესალმებით ბატონო მიშა, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. ყოველე კარგის სურვებთ და ყოფილიყოს ფეხბედნიერი ეს წელიწადი ყველასთვის, მათ შორის მთელი მსოფლიოსთვის და მშვიდობა ყოფილიყოს უპირველეს სკოლის. კი ბატონო, რა თქმა უნდა, მშვიდობა და მაშინ პირველი კითხვა ეს იქნება, გველოდება თუ არა 2025-ში მშვიდობა. ნუ შედარებით, მოდი ასე ვთქვათ, შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ ესეთი დაძაბული, ასეთი კომპლექტური არ იქნება, როგორც იყო 2024, იმიტომ რომ დრაკონის წელიწადი იყო 24 და მოგესალმებით იგი უფრო დაფრია, უფრო ენერგიულია, უფრო შემტევია, უფრო აგრესიულია. ეხლა წარმოიდგინეთ, აი ჩხუბის მერე, რა მოსდის ადამიანს, ხო? არის პერიოდი, როდესაც უცებ რაღაცა ყველას თქواس ამშვიდებს, ასე ვთქვათ, ცოტა იწყებს გააზრებას, რა იყო, როგორ იყო, იქნებ როგორ იქნებ ჯობია მოვილაპარაკოთ, იქნებ ჯობია რაღაც სხვანაირად ავაწყოთ. აი ეს პერიოდი 25. ანუ იმ 24-იანი, ასე ვთქვათ, ცეცხლოვანი, ასე ვთქვათ, ენერგიების შემდგომ, მოდის უცებ წელიწადი, როდესაც ადამიანი იწყებს ფიქრს. დავკნათ, როგორ გამოვასწოროთ, როგორ მოვწესრიგდეთ, როგორ შევრიგდეთ, როგორ დავლაგდეთ, ხო? აი ეს პერიოდია 2025, ამიტომ 7 მას ნამდვილად ვერ უწოდებ, ამის იმედი ნუ გექნებათ, 7 არ არის ეს გველის წელიწადი, მაგრამ უკვე შემრიგებულია, უფრო მეტად აქ მოლაპარაკებების შესაძლებლობა, უფრო მეტად რაღაც კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობები, ანუ უკეთესია, მაინც ვიდრე 2024. თუნდაც იქიდან გამომდინარე ალბათ, რომ გველი სიბრძნის სიმბოლოა. კი, და არა მარტო. სიბრძნის თავისთავად ღრმა ინტუიციის, ანუ ინტუიცია ეხმარება რაში, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს, სწორი ნაბიჯები გადადგოს, განსხვავებით ზედმეტად იმპულსური დრაკონისგან, ხო? და ეს არის მკურნალობის წელიწადი. ანუ გველი არის მკურნალი, ამიტომ სამკურნალოდ დაუშვათ განთავისუფლებისთვის რაღაც დაავადებებისგან ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია და ერთ-ერთი ოჯახის სიმბოლო. ამიტომ გველს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, მინდა გითხრათ, 7 იგი არ არის, კიდევ ერთხელ მეორე, მაგრამ შედარებით უკეთესია, შანსები იმისა, რომ ყველა დაუშვათ აი გამოვიდეს რაღაც შინაგანი, ეიფორიული, აგრესიული მომენტებისგან და აი დაუშვათ მოელაპარაკოს, მოწესრიგდეს, დაუშვათ რაღაც საერთო კონსენსუსი იპოვოს, ამის შანსები ექნება მთელ სოფლიოს, მათ შორის საქართველოშიც, სხვადასხვა ჯგუფებს გაცილებით მეტი. და როგორ მოვიპოვოთ გველის სიმპათია? მოდით, თუნდაც ის რომ როგორ შევხვდეთ ახალ წელს მას, თუნდაც სუფრა როგორი უნდა დავახვედროთ, ან რაფერებია აქტუალური? კი ბატონო, აღმოსავლურ ზოდიაქოზე გვაქვს ჩვენ საუბარი, იმიტომ რომ ამ პანთეონს ეკუთვნის გველის წელიწადი, მაგიდან გამომდინარე, ესე იგი აღმოსავლეთში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ რიტუალს და რატო? იმიტომ რომ ითვლება, რომ ურთიერთპატივისცემაზე აგებული საერთოდ ყველა სახის ურთიერთობა და როგორც ჩვენ პატივს მივაგებთ დაუშვათ თვითონ გველს, ასეთივე დამოკიდებულება ექნება მას თითოეულ ჩვენთაგანისადმი. ამიტომ რიტუალიკას დიდი მნიშვნელობა აქვს და გავითვალისწინოთ ეხლა რა. რიტუალის კუთხით, ეხლა ყველა საინტერესო პირობებში ახლა საკვები რა, როგორ არ არის უკვე ჩვენება, მინდა გითხრათ პირდაპირ ძალიან კარგია წელიწადი იმხრის, რომ გინდათ ეგზოტიკური, გინდათ მამაპაპურის საკვები კონდეს, ერთადერთი ჩემი თხოვნა, რადგან მაინც პროექცია ღვიძლისა სუსტდება 31-ში. აი ესეთი დაუშვათ მაღალ ესეთი ალკოჰოლური სასმელი, როგორც არის დაუშვათ კონიაკი, ან დაუშვათ თუნდაც არაყი, აი ამისგან ჯობია თავი შევკავოთ. სპირტი, ნუ დაუშვათ თუ ესეთი ხა სპირტი არის იმაშიც აქვია ღვინოში, მაგრამ ღვინო მისაღებია, ლიქიორიც მისაღებია, მაგრამ აი ესეთი ძალიან ზაფრი არაყი და ეს კონიაკი არა. ეხლა რაც შეეხება სხვა მომენტებს, ეგ ის ჩვენ გვჭირდება სანთლებთან მუშაობა. და ეხლა ჯერ მეკითხებიან, საიდან მოდის ეს ფერი, რატო ამაინდამაინც მწვანე, იმიტომ რომ ეს არის სტიქია. გველს აქ ისე როგორც ნებისმიერ აღმოსავლურ ზოდიაქოს ნიშანს 5 სტიქია. ეხლა მოვიდა, ასე ვთქვათ, ხის სტიქიის გველის წელიწადი, ხის სტიქიის ფერები მოდის წინაპლანზე. ეს არის ყველა მწვანე ფერი და უპირატესად მწვანე. შემდეგ მოდის უკვე ყველა ფერი, რომელიც უკავშირდება ყვითელს, ასევე ოქროს ფერს, ყავის ფერის ყველა კომბინაცია და რას ვქვილია, მშვენი იქნება აქ, რომ ჩვენ გავითვალისწინოთ ასევე წყლის ფერებიც, ხო? ანუ წყლის ფერებში შედის რა, ლურჯი, ცისფერი და ყველა მათ კომბინაცია. ანუ ეს ფერები არის პრევალირებადი, მაგრამ ეს არის შანსი, რომ დაუშვათ სხვა ფერები აკრძალულია, გინდათ ვერცხლისფერი, ნაცრისფერი, გინდათ იისფერი, გინდათ ნარინჯისფერი. ხო, არა, თეთრი და შავი ეს ფერები არა, ეს ტონია. ამიტომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წელს თეთრი და შავი აქტუალურია. მე ამბობ ცოტა ისეთ ფერებზე, აი როგორც არის დაუშვათ წითელი, როგორც არის დაუშვათ ნარინჯისფერი, ხო? ეს ფერები შეიძლება გამოვიყენოთ, თუ გინდა დაუშვათ ნაძვის ხის მორთულობის დროს, თუ გინდა დაუშვათ აქსესუარების ფორმით და არა როგორც ძირითადი ფორმი. ანუ მაგალითად თქვენ თუ ტანსაცმელში გაქვთ მთლიანად კაბა წითელი, აი ეს უკვე არ არის სასურველი. ჯობია რომ იყოს დაუშვათ
მწვანე, მაგრამ რაღაც აქსესუარები ქონდეს, ან ნარინჯისფერი, ან დაუშვათ წითელი და შენგო. ეს ერთი. ამიტომ სანთლებიც კარგი იქნება თუ გვექნება ჩვენ ამ ფერებში პირველ რიგში. ეს ერთი. ეხლა მეორე 3 ან 9 სანთელი. იმიტომ რომ ძირითადი რიცხვი არის 9. მოდი ეს ვთქვათ, 9-ის მთავარი შემადგენელი არის 3. ამიტომ აბსოლუტურად თავისუფლად. თუ გაქვთ საშუალება რომ 9 სანთელი გქონდეთ, კი ბატონო, თუ არა და 3 და ხა რატო აქ ამას რა მნიშვნელობა აქვს. ესე იგი 12 საათი სანამ დადგება და შეხვდებით ახალ წელს, სადღაც 9 საათით ადრე სანთლებს ვანთებთ და პირველში ვაცელებთ წინა წელს. მადლობას უხდით მას ყველაფრისთვის. დაიწყო ახალი წელი. შემდგომ ამ 3 ან 9 სანთელთან უკვე თქვენზეა დამოკიდებული როგორ გირჩევნიათ, თქვენ უკვე აქ შეგიძლიათ პატარა რიტუალი ჩაატაროთ. ანუ, მოდი ეს ვთქვათ, სურვილები ჩაუთქვათ აი ამ სანთლებს, ხო, სათითაოდ. რა გინდათ რომ მოხდეს მომავალ წელს? დროს ყველაფერი ასრულდეს. ეს ერთი. ეხლა მეორე, მეკითხები ახშიათ, ეს სანთელი ბოლომდე უნდა დაიწვას? აუცილებელი არ არის. თუ გაქვთ საშუალება რომ დაიწვას, კარგია. თუ არა, მაშინ და უკვე გეძინებათ, ჩააქრობთ და ესე დაიძინებთ. ეხლა რა შეეხება ფინანსურ რიტუალს. ეხლა ფინანსურ რიტუალი როგორი გვაქვს? წყალი. აი, ჩემო კარგებო, წყალი არის სიმბოლო ფინანსების მოზიდვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იგი. ასე ჭიქი წყალი დავდოთ, გვერდით დავდოთ მაგალითად მას ხის ნაიმენ აკეთობა, შეიძლება ხის კოლზი იყოს, ან ნებისმიერი სხვა, ხო, და მათ შუა და მოთავსოთ 3 ან ვიმეორებს თქვენზეა, ხო, დამოკიდებული, ან 3 ან 9 ცალი ერთლარიანი. ანუ შესაბამისად ახალი წლის შემდგომ უკვე დავიწყეთ ახალი წელი და შემოვიდა იგი და ამ დროს ჩაუთქვავთ თქვენ რა გინდათ მოხდეს. ან 9 სურვილი, ან 3 სურვილი ფინანსური კუთხით. პრემიის მიღება, ბონუსის მიღება, რაღაც ბიზნეს სფეროდან ფინანსების მიღება და შემო საიდან გინდათ რომ ეს ფინანსური შემოსავალი შემოვიდეს. ამას ტოვებ დილამდე, შემდგომ დილით უკვე აიღებთ თან თანხას, ამ ფულს და ან დაუშვათ ყულაბაში მოათავსებთ, ან თუ დაუშვათ 3 ცალია და არ გამძიმებთ, შეიძლება საფულეს ჩადოთ და მე ატაროთ დაახლოებით ივნისის 15 რიცხვამდე. 15 ივნისიდან შეგვიძლია ყველაფერი უკვე დაიხარჯოს. დიახ, და საინტერესო ზოდიაქოს ნიშნებისთვის როგორი იქნება 2025? ნუ მოდი ეს ვთქვათ, საინტერესო წელიწადია, ვერ ვიტყვი რომ კიდევ თქვენ მაგრამ 7-ია, არა, მაგრამ პირველ რიგში სულიერება უნდა წამოვიდეს წინა პლანზე, ეს ერთი და ორ ნაწილად შეიძლება გავყო წელიწადი. პირველი არის 15 ივნისამდე, ეს არის ინფორმაციული პერიოდი სწავლის, ცოდნის მიღების, მრავალფეროვანი კონტაქტების და მეორე ნაწილი 15 რიცხვის შემდგომ ივნისისა, ეს არის ოჯახის. სამშობლო, ოჯახი, საკუთარი სახლი, საგვარეულო, საერთო ურთიერთობები, აქ მეტი პატივი მიაგეთ გარდაცვლილ წინაპრებს, საგვარეულო სიღრმეებში ჩაიხედეთ, ტრადიციებს პატივი ეცით და ასე შემდგომ. ეს ყველანი შესახება. ეხლა რა შეიძლება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, მოდით აღვნიშნოთ, რომ პირველ რიგში აქ ჩვენ დავიწყოთ ვერძით პირველ ნიშნიდან და ვერც აქვს სწორედ პირველ რიგში ყველაზე დიდი წარმატებების შანსი სამშობლოში. რაც მეტად იქნება იგი სამშობლოსთან მიმართებაში, კონტაქტში, ბიზნესია თუ საქმიანობაა თუ პროფესია არ აქვს მნიშვნელობა. აი ეს სფერო არის წარმატებული. ოღონდ ეს საჭიროება რა? ინტუიციაზე დახნობა. ერთი, საიდუმლოს დაცვაზე მეც ნუ ვილაპარაკებთ რასაპირებ წინ და ვინ მოგწონდა შემდგომ თუ ყველაფერი უკუღმა წავა და რაც შეიძლება კარგი ურთიერთობები გქონდეთ ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან. მათი თანადგომა იქნება თქვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. რაც შეეხება ახლა კუროს აქვს სწორედ ინფორმაციული პერიოდი. სოციალურ ფინანსური კუთხითაც კარგია ეს წელიწადი, მაგრამ მრავალფეროვანი კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების დადება, გზავრობა, მოგზაურობა, დებთან, ძმებთან, მეზობლებთან ურთიერთობების გაუმჯობესება და მათი მხრიდან თანადგომა და დახმარება მოდის, რაც თქვენი წარმატების ერთ-ერთი ფაქტორია. რაც შეეხება ესეთ ნიშანს, როგორიც არის იგივე დაუშვათ თუნდაც ტყუპების ზოდიაქო, ერთ-ერთი ფავორიტია მომავალი წლისა. ამიტომ ტყუპებს სჭირდებათ აქტიური მოქმედება, ინიციატივის გამოვლენა, მრავალფეროვანი კონტაქტების დამყარება, იგივე დაუშვათ შეხვედრები, მოლაპარაკებები იქნება ძალიან კარგი და წლის მეორე ნახევარი მისცემს საშუალებას, რომ აი პირველ ნახევარში დაწყებული იდეები, პროექტები უკვე მეორე ნახევარში მას მისცემენ საკმაოდ კარგ მატერიალურ შესაძლებლობებს და გაუმჯობესებს ფინანსურ შესაძლებლობებს. გერჩხები კიდე ერთი მნიშვნელოვანი ფავორიტია, რომელიც არის ფრეა წარმატებული, იმიტომ რომ აქ ფარველი ანგელოზი გადმოდის გერჩხებში 25 წელს, გამარჯვების მონეტაც გერჩხებში იქნება, ამიტომ აქტიურად როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი უშიშარი მებრძოლის სულისკვეთების გამოვლენა გმართებთ ამ პერიოდში, საკუთარ თავზე აიღეთ პასუხისგებლობა, შემოქმედებით ნიჭი მაქსიმალურად გამოავლინეთ, გინდათ პირადული კუთხით, ფინანსური, პროფესიონალური, ყველა სფეროში გაქვთ არნახული წარმატების შანსი. ამიტომ რაც შეიძლება მეტად იმოძრავეთ, იმოგზაურეთ.
ლომი, იმპერატორის ნიშანი, მოდი ასე ვთქვათ, ლომის ძალიან საინტერესო ნახევრად ფავორიტია, მოდი ასე ვთქვათ, რატო? იმიტომ რომ ფარველი ანგელოზის სელენა გადმოდის წლის მეორე ნახევარში ლომის ზოდიაქოში. ეს კი აძლევს მას უკვე საკმაოდ კარგ შანსებს, როგორც პირადი ურთიერთობების კუთხით, შვილებთან ურთიერთგამოჩებისების კუთხით ურთიერთობების, ასევე დაინტერესდება მეტად ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური, ეზოტერული საკითხებისადმი, საქმიანობრივ პროექტებში ჩაერთვება, უნდა აუცილებელი პირობა აქაც. ზედმეტი არ ელაპარაკოს და საიდუმლოდ განახორციელოს თავისი იდეები და რაც მეტად მაგალითად ამ პერიოდში იგი იქნება უფრო მეტად დაფუძნებული ინტუიციაზე, მით უფრო მეტად სწორ არჩევანს გააკეთებს. რასთვლიანობაში ხელში აუწყობს მერე მის განვითარებას წინსვლას და სხვათა შორის საგრძნობლად აიმაღლებს თავის ავტორიტეტს. როგორც ვატყობ, გველის წელიწადს დიდად საუბარი არ უყვარს და უფრო სწორედ წინასწარ დაანონსება საკუთარი გეგმების და მიზნების. გველი უფრო მეტად საიდუმლო ნიშანია, ვიდრე დავუშვათ განსაკუთრებული მოლაპარაკე, ამიტომ ეს განსაკუთრებით ეხება მოლაპარაკე ნიშნებს. თორე ვინც ისაც ხა მორიელი ზედმეტ არ ლაპარაკობს, მორიელს ზედმეტად არ ჭირდება ამის შეხსენება. ხო? ეხლა რაც შეეხება მაგალითად ქალწულს. ქალწულისთვის ძალიან საინტერესო პერიოდია იმ კუთხით, რომ სიახლეების დროა. ახალი ვარცხნილობა შეიძლება, ახალი დაუშვათ საახლი შეიძლება, ახალი მეთოდოლოგია მუშაობის, ახალი შეიძლება წრე ურთიერთობებისა, ანუ სპონტანური იმპროვიზაცია, ორიგინალური თვითგამოხატვა, არასტანდარტული მოქმედებები, ეს არის წარმატების მომტანი. ამ პერიოდში რეფორმების დროა. ქალწულება მაგალითად თქვენ არ გიყვართ ეს რეფორმები, მაგრამ ამჯერად კოსმოსი თქვენგან სწორედ ამას ითხოვს, რომ სიახლეები შემოიტანოთ. მაშინ იქნებით უფრო წარმატებული. ეხლა რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს, პროფესიონალური წინსვლის განვითარების საუკეთესო დროა. კარიერული განვითარება, იმიტომ რომ შეიძლება კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეთ ხელმძღვანელ პირებთან, ასევე კოლეგებთან, მაგრამ აუცილებლად ითხოვს კოსმოსი თქვენგან რას? ორგანიზებულობის, დისციპლინის, წინდახედულობის, მოთმინების, შეუპოვრობის გამოვლენას და პრაგმატული აზროვნების გამოვლენას. მაშინ წარმატების ფაქტორი ერთიორად გაიზრდება. ესეთ ნიშანი როგორც მორიელია, ნუ მას პირველ რიგში მოდით დავუშვათ, რომ უსურვოთ 2025-ში მეტი ოპტიმიზმი. რაც უფრო მეტად ოპტიმისტურები იქნებით და პრობლემებს შეხვდებით, მოდი ასე ვთქვათ, ოპტიმისტური განწყობით, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მით უფრო მეტად იმარჯვებთ ამ ცხოვრებაში. უნდა იყოს ძალიან აქტიური, ენერგიული და გადასწარევი პერიოდია გზავრობისთვის, მოგზაურობისთვის და უცხოელებთან აქტიური კონტაქტისთვის. აქ შეიძლება ჩამოყალიბდეს საინტერესო ახალი პარტნიორული თანამშრომლობა. მოგზაურობა ძალიან მიყვარს. სწავლა უცხოეთში, შტაბ-ჭრილების, ეს ყველაფერი იქნება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან კარგი და მე მგონი ოპტიმიზმი ყველა ნიშანს ჭირდება, რა თქმა უნდა. რა საგვირველია, მაგრამ რადგან ეს დეფიციტში აქ მორიელს, ამჯერად მას განსაკუთრებულად ჭირდება. ეხლა რაც შეეხება მშვილდოსნებს, პირიქით აქ ჭირდებათ მეტი ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსტრაფა, რადგან მოლაპარაკე ნიშანია ენაზე გბილის დაჭერა, საიდუმლოს დაცვა და ისე მოქმედება, ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედება და ძლიერი რწმენა საკუთარი ძალებისა. მაშინ იქნება გაცილებით უფრო სასიკეთო წარმატებული ეს პერიოდი და რაც შეეხება უკვე თხის ქას ქორწინებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია და ამის გარდა მნიშვნელოვანი საქმიანი კონტაქტები, დავუშვათ პროფესიონალური ბიზნეს პარტნიორული კონტაქტები იქნება ასევე კარგი, შემოქმედებითი ნიჭის და უნარის გამოვლენის კარგი უნარი აქვს ყველა საკითხი, სახში თუ სამსახურში არ აქვს მნიშვნელობა, უნდა მოაგვაროს მშვიდობიანად დიპლომატიის გამოყენებით და ასევე კომპრომისების მიღწევით. მაშინ იქნება გაცილებით უფრო ნუ იქნება ზედმეტად ხისტი და ჯიუტი. და რაც შეეხება მერწყულებს აქვთ ის დრო, როდესაც ცოტა ეს ნიშანი ზედმეტად თავისუფალი მოყვარულია, სპონტანური, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ეხლა დაალაგების დროა. დაალაგეთ აზრები, დაალაგეთ ურთიერთობები, დაალაგეთ თქვენი საქმეები და ასე შემდგომ მოწეს რიგდით. და პლუს ამას ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, ფულის გაერთიანი ხარჯვა, მოთმინება, აი, წარმატების ფაქტორები სრული სისუფთავით და წესრიგი უნდა სუფევდეს თქვენ ცხოვრებაში და თქვენ სირულივით. და ამის გარდა უნდა იყოთ მარტოხელა მებრძოლი, საქმისადმი სერიოზული მიდგომით და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, საუკეთესო წელიწადია განკურნებისათვის. და თუ ხართ ექიმი, გადასარევია, იმიტომ რომ აქაც დიდ წარმატებას მიაღწევთ. და რაც შეეხება თევზებო სიყვარულის დროა. საუკეთესო პერიოდია სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობებისთვის, შვილებთან ურთიერთგაგებისათვის, კონკურსებში, ლოტარიებში მონაწილეობის მიღება იქნება წარმატებული, შემოქმედებითი კუთხითაც გამოავლენთ კარგ მონაცემებს და სხვა შორის ზოგიერთმა შეიძლება გამოკრას კარგ თანამდებობას და როგორც ლიდერმა ხელმძღვანელმა მშვენივრად წარმოაჩინოს მომავალ წელს საკუთარი მონაცემები. კი ბატონო და აი თქვენი საუბრიდან გამომდინარე მოთმინება ძალიან მოსწონს ინტუიცია, სიბრძნე, საიდუმლოს დაცვა და რა თქმა უნდა ოპტიმისტური განწყობაც და ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ყველას ანუ ის იქნება კარიერა, იქნება პირადი, ანუ წარმატებული პირველი ნაწილი კონტაქტები, ინფორმაციული, მეორე ნაწილი მეტი სამშობლო ოჯახი.
კი ბატონო, და აი მეტი სამშობლო ოჯახიო და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი საუბრის დასასრულს მაინც მინდა კიდევ ისე მშვიდობის თემას მივუბრუნდეთ იქიდან გამომდინარე რომ როგორც ჩვენთვის ასევე მთელი სამყაროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობა, მწვანე გველის წელი, დრაკონი, ცეცხლოვანი დრაკონია, ხო და რა თქმა უნდა დრაკონი აგრესიულია და მაინც რა უნდა გავითვალისწინოთ ის და როგორ მოვიქცეთ რომ ეს აგრესიულობა თუნდაც ჩვენში ჩავახშოთ, იმიტომ რომ აგრესიას არაფერი სიკეთე არ აქვს. რასაკვირველია, აგრესია შეიძლება კარგი იყოს სპორტული კუთხით, ის ნორმალური სპორტული სახით აგრესია და არა დავშეთ გადამეტებული ხო, მაგრამ ყველა სხვა შემთხვევაში არის დამაზიანებელი და ამიტომ გველის წელიწადი გვეუბნება რომ მეტი სიბრძნე ჩართეთ. აი სანამ რაღაცას იტყვით, სანამ რაღაცას იმოქმედებთ, 7-ჯერ გაზომ ერთხელ გაჭერის პრინციპით ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ, რომ კარგად გაიაზროთ. ხო არ აი კითხვა დასვით, ხო არ მოუტანს ჩემი მოქმედება ამ სიტყვა. მათ შორის სხვას და ასევე ჩემ თავს გრევას ოსიანობას კონფლიქტს. რომ ამას ზედმეტ აგრესიას აუარო და სხვათა შორის თუ ლოცვის სისტემა გექნება წინა პლანზე წამოწეული მეტი კონტაქტი ბუნებასთან და ასევე იოგა სისტემით დაკავდებით ამიჯერეთ, იმიტომ რომ ეს მე ვიცი კარგად რა სფეროა, ხელშეუწყობს ეს თქვენი ნერვული სისტემის დამშვიდებას, გააძლიერებს თქვენს ნებისყოფას, რითიც ადვილად დაიოკებთ თქვენში ყველა სახის აგრესიულ ზედმეტ იმპულსებს. იქნებით წარმატებული. კარგით, რამეს ხომ არ დავამატებთ კიდევ? რა ვიცი, მე ყველას მინდა უსურვო ბედნიერება, სიხარული, წინსვლა, წარმატებები, ხვავი, ბარაკა, მშვიდობა, ჯანმრთელობა და ყოველივე კარგი და იმედია თითოეულ თქვენთაგანს მიულოცავ კარგ ამბებს მომავალ წელს. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის და მივულოცოთ კიდევ ერთხელ ჩვენს მენელს და მაყურებელს დამდეგი 2025 რა თქმა უნდა ყველას უპირველეს ყოვლისა ჯანმრთელობა ვუსურვოთ და მშვიდობა და რაც შეეხება წარმატებებს ეს მნიშვნელოვნად ჩვენზე არის დამოკიდებული და თუ გავითვალისწინებთ თქვენს რჩევებს მე მგონი წარმატებები გვექნება. ყველაფერი კარგად იქნება, შემოგარგებლო საქართველოს აღმავლობის გზაზე დგება და ყველას ექნება ძალიან კარგი შესაძლებლობები ცოტა ხანში და ძალიან კარგი მიხეილ ცაგარელი იყო ჩვენთან ერთად ბედნიერი 2025 დროებით.